მოგესალმებით. სულ საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ქალაქ თბილისის მერს გიორგი უბულავას წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფორმების ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი უყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს ქალაქ თბილისის მერიამ დააფუძნა თბილისის განვითარების ფონდი. ქალაქ თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი უბულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. 2011 წლის ნოემბერში ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად ქალაქ თბილისის მერის გიორგი უბულავას დავალებით თბილისის განვითარების ფონდში ფაქტიურად გაფორმებული 7-19 შენობის კვლევის სპეციალისტისათვის დამზადდა პლასტიკური სახელფასე ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. დამზადებული პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივისტებს, უბნის უფროსებს და მიკროკოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაითვალა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 13 მილიონი ლარი. მოგვიანებით 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გიორგი უბულავას დავალებით პარტიული აქტივისტების დასარგებელი სახელფასო თანხა თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოქონდა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 34 მილიონი ლარი. თბილისის მერის გიგი უბულავას და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ პარტიული ინტერესებისათვის მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემდეგი წევრები: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და ამ უკანასკნელის მოადგილე დიმიტრი ჭხეიძე. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომელიც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. მადლობთ.